თავს უკეთ გრძნობ? ვიცი ამას შემსწინააღმდეგ გამოიყენებ, მაგრამ მართლა კარგად ვარ. ვიცი. ღამე მშვიდობის სერგამბოლად. ღამე მშვიდობის, ედა ელდის. სელინ შეხედეთ ერთი. მის ახალ საქმროსთან ერთად ერთი-ორი სურათი უდევს დანარჩენი კი სერგან ბოლათთან. აი სერგანი, ყველგან სერგან ბოლათია. აბა რატომ? იმიტომ რომ ის დარწმუნებულია რომ სერგანი მას დაუბრუნდება. არასწორად გავიგეთ, გაითავისეთ ეს. მელო აბა რა სიტყვის სერგანი? იტყვის ხო ედა ხალატო? ჯერ თავს დაიზღვევს. მერე კი ედას მიეტოვებს. კაცები ასეთები არიან, ასეთია მათი წესები. მე არ შევეშვები იმ სელინს. გოგოებო, ამდილა ადრიან ისევ საყიდლებზე გაგიშვით. გპირდებით იმპულსურად აღარ მოვიქცევი. ეგ დაივიწყე და რატომ უთხარი სერგანს რომ ცურვა არ იცი? გამაბრაზა. მოულოდნელად გამაბრაზა და მინდოდა დრო დაეთმო. რა რომანტიულია. ახლა შენი სიმპათიური საქმრო გასწავლის ცურვას, არა? ძალიან კარგი ტაქტიკაა, ძალიან კარგი. ამას ჩემი ტაქტიკების როლში ჩავწერ. ჩავიწერე. ახლა თავის კომპიუტერს დახურავს. კოსტიუმს გაიხდის და ცურვას მასწავლის. შენც მოგეწონა ეგ რომ თქვი, არა? არა, არ მომეწონა. აბა, ახლა ყველა ერთად წავთ საცურაო კოსტიუმის საყიდლად. დიახ, იმიტომ რომ დღეს გოგოების დღეა. ანგელოზების დღეა. დღეს შაბათია. ერთადერთი თავისუფალი დღე. დღეს სერგანთან სელინი მოვა, ამიტომ იქ უნდა ვიყო. სელინიც იქნება? ისიც ჩავა აუში. აი რას ვიზამთ. ისეთი საცურაო კოსტიუმი გიყიდოთ, რომ სერგანი გადარიო. პირდაღებულმა რომ გიყუროს. მოდი შავი ვიყიდოთ. დაივიწყე შავი. ყვავილებიანი პრინტით რომ არის. ახლა მოდაშია. ფლირტის ყვავილებს აძახიან. რა? საცურაო კოსტიუმი ფლირტის ყვავილებით? დიახ, ეგ დაივიწყე და მე მომისმინე. იცი წელს მოდაში რა არის? საცურაო კოსტიუმები ქვედა ნაწილში გაფორმებული. კიდევ მთლიანი საცურაო კოსტიუმებია მოდაში. ან ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმს ყიდულობ ან მთლიანს. არ არის საჭირო, არ გვინდა გაზვიადება. არ ვიცი. მივხვდი ტაქტიკას, ფრთხილად იყავი. მზეზე არ გადახურდე და სერგან ბოლათმა არ გადაგწვას. მიდით, წავიდეთ. არ გამოგიცვლია? რატომ? მოგესალმებით, ბატონო სერგან. მოვიდა. მოგესალმებით, როგორ ხართ? კარგად. არიფი, ედა. გამარჯობა. გამარჯობა. არიფი შენი ცოლის მასწავლებელი იქნება. ოღონდ არ იღალვა, იმიტომ რომ კარგი მწვრთნელია და მას შემაისწავლე. გალბატონია და მალე ისწავლის, ამაში დარწმუნებული ვარ. ვისწავლე. მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი პროფესიონალიზმი? იმედი არ გიფიქრია რომ მე გასავლედი. რა რომანტიულია.
ახლა შენი სიმპათიური საქმო გასწავლის ცურვას. ძალიან კარგი ტაქტიკაა, ძალიან კარგი. ამას ჩემი ტაქტიკების როლში ჩავწერ. ცხადია, არ მეფიქრია. არ იღელოთ, მე არ დაგალით. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. მშვენიერია. დავიწყოთ. დაიწყეთ. სინამდვილეში თქვენი აღნაგობა ძალიან უხდება ცურვას. ის რომ აქამდე ვერ ისწავლეთ, წარუმატებლობაა. ასე გონიათ, ახლა ვისწავლი? დილამშვიდობის ბატონო სერკან. დილამშვიდობის სეიფი. ჩაისვამ, მოვადიეთ. სეიფი. რატომ დაუძახე გუშინ დედაჩემმა ედას? პატარა გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა, პრობლემა არ არის. ჩემზე ილაპარაკეს? დიახ. რა ილაპარაკეს? თქვა რომ მისი ტიპაჟი არ ხართ რა? მართლა ასე თქვა. თქვა რომ სერკან ბოლოთი მისი ტიპაჟი არ არის. კარგი, მე თუ არ ვარ, მაშინ ვინ არის ტიპაჟი? წავიდე ვკითხო. არა, სეიფი. მისი ტიპაჟი არ ვარ. სეიფი. ეს საცურაო კოსტიუმია? ფიქრობ ძალიან ლამაზია. შეგიძლია დაჯდე სეიფი, მეგონა არ შემომთავაზებდით. მოვდივარ. ცივი წყალია. კარგი, ჩამოვედი. ახლა რა ვქნა? ჯერ მოდუნდი წყალში. არა, მე ვიმუშავებ. სერკან, წყალი ძალიან კარგია, შენც მოდი. საქმეები მაქვს, რაღაც საქმეები. კარგი. კარგი? წიგნს ავიკითხავ. ფეხები მეწევა გამოდმებით. დაგეხმარებით დაჭერაში. დამეხმარებით? დიახ. კარგი, მაშინ თქვენ მოგკიდებთ. კი. თქვენ კიდევთ. საკმარისია. ერთი წუთი, ძონასწორობა დავკარგე. კარგად გამომდის, ხო? დიახ. კიდევ ცოტა ხანს უნდა მოგკიდოთ ხელი. კარგი? კიდევთ. ცურვა მომინდა. მოდით ღრმად შევიდეთ. მოდი. ახლა იწყებს რა დროს სიღრმეა. ძალიან საიმედო ხართ, მომეწონა. მე მომენდეთ და დამშვიდდით. არა, ასე არ გამავა. შეგიძლიათ კიდევ ცოტა გაშალოთ ფეხები. უკან? დიახ. კარგი. თქვენ დამეჭირეთ. მომეწონა. მოდით კვირაში ორჯერ ვივარჯიშოთ. დიახ, ვივარჯიშოთ. ერთად შევძლებთ. ერთად შევძლებთ, არა? დიახ, რა თქმა უნდა. ერთად, რას ამბობენ? ვერც მე ვერ გავიგე. სერკან, ფიქრობ რომ კვირაში ორი გაკვეთილი ავიღოთ. მგონი კარგად დავიწყე. მაშინ მთლიანად გავიშლები. დიახ, მთლიანად მოდუნდით. ახლა შემეშინდა. დამშვიდდით. კარგი, მორჩა. კარგი, ვამთავრებ. კარგი. ედა უნდა წავიდეთ. 20 წუთი გვაქვს. არ შეიძლება, ახლა დავიწყეთ. კიდევ ცოტა ხანს ვიცურაოთ. თითქმის ვისწავლე. ფიქრობ უკვე ისწავლე. არიფ, დიდებული ხარ, მაგრამ უნდა წავიდეთ, ამიტომ სხვა დროს იყოს. არა, კიდევ 20 წუთი გვაქვს. ისედაც ძლევს ამზადები 20 წუთში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რატომ ეკცევი ასე? ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა წავიდეთ. შენ წადი, მერე მოვალ. წადიო მითხრა? კარგი. იფიქრე. ედა, ჩვენ ხომ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. შენ არ მოხვედი. ახლა ჩვენ ვაკეთებთ ერთად. ძალიან კარგად გამოგვდის. სეიფი, შენ არაფერს იტყვი? თქვი რამე. ჩვენ გავაგრძელოთ. წყალი გაუშვი, დაბლა ჩადი და წყალი გაუშვი. მორჩა. წადი წყალი გაუშვი. მიდი სეიფი, მიდი, გაიქეცი.
Raram. Tariri. Rariraram. ქალბატონო აიდან როგორ ხედავ დღეს კარგ ხასიათზე ხართ? Otur. დაჯექი. Nasıl keyfim როგორ უნდა ვიყო უხასიათოდ? O kız. ამ გოგოს არ მოსწონს ჩემი შვილი. არც მეზობელ სახლში გადმოვა. აღარასდროს ვნახავ მას. ძალიან ბედნიერი ვარ. სიცოცხლე. როგორ ხარ ასეთი ლამაზი? შენი ყოველი მოძრაობა ასეთი ლამაზი როგორ არის? აღფრთოვანებული ვარ შენით. ალბათ გიждები სეიფი. შორიდან იმ სევდას ხმა მესმის. აქ არის. Nasıl burada? აქ როგორ არის? სად? იქ, Nerede? სად იქ? აუზთან. Ne yapıyor რას აკეთებს იქ? მართლა აღფრთოვანებული ვარ შენით. შენ ხარ აღფრთოვანებული. წავიდეთ უკვე. სახლში უნდა წავიდეთ კიდევ. ნივთები უნდა წამოვიღო და აქ განვათავსო. და კიდევ ფარდა მაქვს საპოვნელი. რატომ უთხარი სელენს რომ ფარდა შეუკვეთე? არ ვიცი, უბრალოდ უთხარი. თანაც ფარდების ფერი საშინელია. შენ სახლს საშინლად არ მოუხდება. დილომშვიდობის ქალბატონო აიდან. არა კარგია შენი ნახვა აუზთან. Başında görmek. ედას ცურვა სჭირდებოდა. რაში ჭირდებოდა ცურვა? ლაყუჩები აქვს? ეს ღა გვაკლდა. ისე ლაპარაკობთ, გეგონება აქ არ ვიყო. აღფრთოვანებული ვარ თქვენით. კარგი, ჩვენ უნდა წავიდეთ. მართლა? მაპატიეთ? გისმენენგინ. რა კრიზისი? კარგი. კარგი, მოვდივარ. საით? ოფისში. ვერ წახვალ იქ. ვერ წახვალ. ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. ეს სახლი სელინის მოსვლამდე უნდა მოგვემზადებინა. კარგი, მაგრამ ახლა ამაზე დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ მე ოფისში მივდივარ. როგორ ვერ დაკარგავ დროს? აბა მე დავკარგო? ჩემი ბრალია სიტყვაზე რომ გენდე. გეუბნები რომ შევწყვებით. კარგი, მოდი შევწყვეთ, როგორც გინდა. მოვიდნენ და სახლში ჩემი არც ერთი ნივთი არ იქნება. შევწყვეთ. ჯერ უნდა მოემზადო და მელოდე. მიდი მაშინ. მიდი. სეიფი შეგიძლია სერიუს მიხედო. დიახ. სერიუს. 10 yıllık ისე უყურის ჩემ შვილს გეგონება უკვე 10 წელია მისი ცოლია. კარგი, მოვალ და მოვაგვარებ. კარგი, მე მოვაგვარებ. მე ვილაპარაკოთ. ნუ მოიგუშა. მართლა რომ მოიგუშა, უცებ მოვაგვარებ პრობლემას და მოვალთ. ოზამზადებლად. დღეს შაბათია და სვენების დღეა. ვერ გავიგე სულ მუშაობ? ერთ პროექტზე რომ მუშაობ, ხო იცი, ხვალ ჩაბარების დღე მაქვს. ხო, კარგი, იმედია მალე მორჩება. რაღაცას გითხავ. შენ როგორი, როგორი ტიპები მოგწონს? რა ტიპი? როგორი ტიპის კაცები მომწონს? შენი ყოფილის მსგავსი? მას ჯენკი ქვია. რა მნიშვნელობა აქვს? რატომ მეკითხები? თანაც ასეთ პირად კითხვებს ვერ დამისვამ. შენ შეგიძლია მკითხო მე რა? მიდი მკითხე. კარგი. როგორი ტიპის კაცები მომწონს? ხელოვანი, თავაზიანი, ემოციური. არა, ეგ არ მეგულისხმია, უფრო გარეგნობას გულისხმობ. გარეგნობას? ხო. კუნთები დიდად არ მაინტერესებს. ანუ კუნთებს არ ვუყურებ. ჭკუას ვაქცევ ყურადღებას. თავარი ექცევა. მაგრამ სამი სიტყვით შემიძლია აღწერო, მნიშვნელოვანი რაც არის. ღიმილი, ხმა და ხელები. ლამაზად უნდა იღიმოდეს. ხმაც ლამაზი, ქარიზმატული უნდა ქონდეს. ხელებმა კი შთაბეჭდილება უნდა მოახდინონ. აი ასე.
ხო, ახლა შენ მგითხე. კარგი, გეკითხები. როგორ გგონია? სელინი დაშორდება ფერიც და შენ დაგიბრუნდება? აუცილებლად დამებრუნდება. რატომ? ფერითთან არაფერი გამოვა, არ უნდა გამოუვიდეს. ასე გგონია? ნუ აკეთებ ხელებით ასე, ისედაც ლამაზი გაქვს. ეს ვიცი ლამაზი ხელები რომ მაქვს. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგთანხმდით ბატონო ალთეკინ. დიდებული რეზიუმე გაქვთ. მსხვილი სასტუმროების სათავეში დგახართ. კიდევ რა უნდა იყოს? თუ არ გაგიჭირდება ჩვენთან იმუშავეთ და თან თქვენ საქმეებსაც მიხედავთ. ალთეკინ ბიძია. ფერითმა სასტუმროში ისეთი სისტემა შექმნა, რომ ძალიან ცოტას მუშაობს. მაშინ პირველ დავალებას გაძლევ. გამიზიარე საიდუმლო როგორ ვიმუშაოთ ცოტა და გამოვიმუშაოთ ბევრი. რას ამბობთ? ეს მე უნდა ვისწავლო თქვენგან ბევრი რამ. ალთეკინ ბიძია, თქვენი ხელმოწერა გჭირდება ფერითის პოზიციის დასამტკიცებლად. მე და მამამ უკვე მოვაწერეთ ხელი. კიდევ სერქანის ხელმოწერაც იქნება საჭირო. მას მე რაც სამივე ხელს მოვაწერთ, ბატონი ფერითი საქმეს შეუდგება. ასეთ შემთხვევაში სერქანის ხელმოწერა სიმბოლური იქნება. მადლობა. გილოცავ. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. აბა, დალეთ რამეს. ავადავლიოთ? შეიძლება. ძალიან ნერვიულობ შენთან ერთად ოფისში რომ შევდივარ. რატომ? ყველა ნერვიულობს. იცი, ყველა საშინია შენი. ცივი კარი უბერავს. შენ მე მართლა არ მეცნობ. იმიტომ რომ არ ვარ დაძაბული ადამიანი. დავდოთ სანაძლეო. არ გაბრაზდა პირველი 10 წუთი, როცა იქ შევალთ. მაშინ ბოდიშს მოგიხდი. 10 წუთი. 10 წუთი. კარგი შევდახმდით. წამოდი ვნახოთ. მეგობრებო, ბატონი სერქანი მოვიდა. ახლა შემოვა. მორჩა, ვინ ეტყვის? სერქან. ფირილ. სერქან. ფირილ. რა ხდება? ბატონო სერქანა აქ რას აკეთებთ? ჩემს ოფისში რას ვაკეთებ? იქნებ კიდევ დაფიქრდი შენს კითხვაზე ერდამ. ფირილ, რა ხდება? არაფერი. ყველაფერი კარგად არის, პრობლემა არ არის. შემიძლია გთხოვთ გაიწიოთ. მადლობა ედა. რა ხდება? კარგი მეგობრებო, მე ვეთყვი. რას? მოკლედ ძმაო, ერთი პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით. ცხადია იყო, მაგრამ რაღაც ცვლილებები მოხდა. ნახას არა მარტო კომპიუტერში ეთხოვენ, არამედ ფურცელზე და ხაზულს. ანუ ამ პროექტს ხვალამდე ვერ ჩავაბარებთ. ეს შეუძლებელია. რა კარგია, მართლა? გონი ძალიან კარგია. შეუძლებელია ენგინ. ამ ოფისში სიტყვა შეუძლებელს ჩვენ არ ხმარავთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ როგორღაც მოვაგვარებთ ამ საკითხს. ჩვენს შორის მოიძებნება ადამიანი, რომელიც დახაზავს ყველაფერს 24 საათში. ამიტომ მოვაგვარებთ ამ საკითხს და ყველაფერი მორჩება. ჩვენებს რა თქმა უნდა აქვთ მსგავსი შესაძლებლობა, მაგრამ მსგავსი პრაქტიკა არ ქონია. ანუ სამწუხაროდ ამ ოფისში მხოლოდ შენ შეგიძლია ამის კეთება. შენ კი უამრავი საქმე გაქვს. ფიქრობ უნდა დავივიწყოთ ეს კონკურსი. მონაწილეობა საერთოდ არ მივიღოთ. სხვა რა გზა გვაქვს? არა, ასე არ მოვიქცევით ენგინ. ვინაიდან ამ ოფისში მარტო მე ვარ ამის გამკეთებელი, მაშინ ამას მე გავაკეთებ, ხომ ასეა? აი ასე მარტივად არის ყველაფერი, მარტივად. ამიტომ გაიღიმეთ მეგობრებო. გაიღიმეთ. რატომ არ გაბრაზდა?
ახლა ხომ უნდა გაბრაზებულიყო. ახლა იმაზე ვიფიქრებთ, რატომ არ გაბრაზდა. რომ გაბრაზებულიყო, ტვირთს ჩამოვიშორებდით, ახლა კი უნდა ველოდოთ როდის გაბრაზდება, თუმცა ყავას ავიღებ, უნდა ვინმეს. კარგი. მელო, ძვირფასო ზემოდან ნოასხამ. ფესვებს ჭირდება წყალი, სულ ეგ არის. როგორ წყავ? კარგი. მე რა ვიცი დავაიფერ. გეგონება სრულ გონებაზე ვიყო. გეფიცები მარტო სული ხული კი ვითვარ. აქ ეთიკეტი ვყურები. რატომ ვარ ასეთი? რატომ? ქრონიკული უმუშევრობა მჭირს. ნუ ამბობასე. როგორც ჩანს, მაღაზიაში აღარ მუშაობ. მათ დაკარგეს ისევე როგორც მე. მელო რა საკეთებ? დავაიფერ, ბოდიშს გიხდი. გახსოვს სიმპათიურ ბირთზე მოგიყევი. მაღაზიაში რომ მოვიდა, შეტყობინება გამომიგზავნა. რა? უდაბნოში ოაზისი ვიპოვე და დავაიფერ. ვისურვებდი შენს გენახა როგორი სიმპათიურია. ნახე. ახლა ვერ განახებთ, იმიტომ რომ თავს ვიკატუნებთ, თითქოს ვერ ვხედავთ. ტაქტიკა. ვიცი, ძალიან გაინტერესებს. მაინტერესებს. განახებ, ცოტას თუ მოიცდი. არ შემიძლია. ეგ იმად ღირს. მე ვიცი. მართლა? იმიტომ რომ მგონი ძალიან მიყვარს. მელო. გაგიჟდა. მიყვარდება. დაუშვიეს. რა საკეთებ? რა საკეთებ? კარგად ხარ? გოგო მართლა შეყვარებული ხარ? რა გინდათ იმ უცნობებთან? მაგრამ დავაიფერ, სიყვარული ხომ ნაცნობებთან არ ჩნდება. შენც მართალი ხარ. მეც ვნახავ მერე. კარგი? ახლა მოგიდან პერსახოც, ოღონდ აღარ დაასხა. კარგი. ხედავ, ყველაფერი დავასვალეთ. რაღაცას გკითხავ. კითხე. რა იცით სერგანის დამოკიდებულებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? მე ვეტყვი. მიდი უთხარი. მოკლედ ასეა. დავიღალეთ ყველა სისხლის ჩაბარებით. მთელი გუნდი გავდივართ გამოკვლევებს სამთოში ერთხელ. დავუშვათ დააცემინე ანიტყვი, რომ რომელიმე ახლობელია ავად. რა სიზამს მაშინ? ვეტყვი სახლიდან ემუშაო, სანამ არ გამოკეთდები, მაგრამ მერე ვეღარ დაბრუნდები. ძალიან რთული შემთხვევაა. ღმერთი გვაძლევს მოთმინებას. სელი, სალამიედა, კარგად ხარ? კარგად ვარ. სხვანაირად რატომ დავიღო? სერგანმა მითხრა, რომ გონება დაკარგე. არ დამიკარგავს. უფრო სწორად, ასეც არ არის. კარგი. მიხარია რომ კარგად ხარ. მაინც მალე მოვალთ თქვენთან და მაშინ ვილაპარაკოთ, მაპატიეთ. მალე? რას ნიშნავს მალე, დღისით? ჩემს მეგობარს ველაპარაკები? დიახ, მე ვარ. როგორ ხარ? კარგად. ტყუები და სვენების დღით. თქვენ შაბათსაც მუშაობთ? დიახ, სამწუხაროდ. შენთან დარეკოს ვაპირებდი. ვიფიქრე ყავას დავლევდით, მაგრამ შეიძლება, თქვენ სოფლისთან ვარ. კარგი, ძალიან კარგი იქნება, ოღონდ ახლა ვერ გამოვა, კარგი? პრობლემა არ არის. მაშინ დროებით.
ლეილა, ბატონო სერგან, შეგიძლია და ნენგინს უთხრა, რომ ბიუჯეტია დასადასტურებელი. რომელი ბიუჯეტი? უბრალოდ ბევრი გვაქვს ბატონო სერგან. შენ ბიუჯეტი უთხარი და ის მიხვდება. როგორც იქნა, ძლებს გამოგიჭირე მარტო. მარტო ვარ ახლა, რა მოხდა? ეს საკაღალდეები მოვიტანე. კიდევ ერთხელ გამარჯობა სელენ, რაღაც თქვი წეღან. მალე ახსენე? დიახ, დღეს ხომ თქვენ მოდივართ. სერგანმა თქვა, რომ სამსახურის მერე ერთად წავალთ. ესე იგი საღამოს კი არა დღისით? დიახ, პიცა შევუკვეთოთ, თუმცა სერგანი არ ჭამს. არა, რა პრობლემაა, რა სამბობ. მაგრამ ჩვენ სტუმრებს ასე არ ვიღებთ. ჩვენ? მარდინელები. ამიტომ მოდით ყველაფერი საღამოს მოვაწყოთ. კარგად მიგიღებთ, კერძებს მოვამზადებ. კარგი, ასე იყოს. საღამოს მოვალთ. კარგი, დროებით. დროებით. საღამოს შევხვდებით. რატომ არ მითხარი, რომ დღისით მოვლენ? აქ ხომ ისეთი არაფერი არის, გაზვიადებაც ასეღირს. ისინი მოვლენ, კერძებს შეუკვეთავთ და მალევე წავლენ. სახლში რომ შემოვიდნენ? რა ვქნათ სახლში რომ შემოვიდნენ? რამე რომ მოითხოვოს, სამზარეულოდან რომ მოითხოვოს, მე ხომ არაფერი არ ვიცი. და მოვლენ, შეჭამენ და წავლენ. არ გამოვა. რამე რომ დაგჭირდეს? არ მინდა სელიმმა თქვას, თქვენ ხომ ერთად ხართო? არ მინდა ეგ რომ მოხდეს. შეგიძლია ის უთქო. ჩემთან წავალთ, ნივთებს ავიღებთ და შენთან წავიღებთ. წამოდი. რადგან სტუმრები და პატიჟემაშე სახლში წამოხვა. მოიცადე სხვა გამოსავალს გეტყვი. ონგენდა ნივთების სამოღება, მძღოლი ყავს. მძღოლს გამოგიყავ და ერთად წახვალთ. ნივთებს აიღებ და ჩემთან წამოიღებთ. მორჩა, მეტი არაფერი. დღეს შაბათია და შენც უნდა გაიღო მსხვერპლი, როგორც მე გავიღე შენთვის. საჭმელი მაქვს მოსამზადებელი. მეგობრებო, მაპატიეთ საუბარი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ახლა ყველა თქვენ გისმენთ. სხვათა შორის იცი, შენამდე ამ ოფისში სრული სიჩუმე იყო. რა დიდებული ადამიანი ხარ, ნამდვილად. შენს მოსვლამდე აქ ხმას ვერ გაიგებდა კაცი. ჯანმრთელობა შენს პირს ენგინ. ხმა არის მოდა, იმიტომ რომ მე და სერგანი მოდიოდა და მთელ გუნდს ეჩხუბებოდა. ამიტომაც ყველა დუმდა. აი ასე ისხდნენ. დამეჯერე ასე იყო. მაშინ კარგია რომ ვარსებობ ენგი. კარგია რომ ვარსებობ. ღმერთმა მოთმინება მომცეს. სერგანი დღეს ადრე უნდა წავიდეს. არა, არ შეუძლია, ჯერ ნახაზები უნდა დაამთავროს. მას არ შეუძლია, არ გამოსდის. ხან ტელეფონი ურეკავს, ხან ვიღაც შემოდის, არ შეუძლია. მაშინ მე გავაკეთებ. შევხედავ და დავხაზავ. შენ არ იღებო ამაზე. მე ყველაფერს მოვაგვარებ. გავაკეთებ. ქაღალდები მინდა. არა. რას აკეთებ? არა. ედა შეგიძლია რომ ნახაზები მომცე. არა. ნახაზებს დაამთავრებ. ოღონდ სახლში წავალთ, ნივთებს წამოვიღებთ და მერე შენთან წავალთ. შენ კი გააგრძელებ, სანამ მე საჭმელს გავაკეთებ. ცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და ამიტომ გთხოვ მომცე ნახაზები. ახლა ენგიცნებას მისცემ ყველაფერი მოაგვაროს და დაასრულებ ნახაზს. ერთი წუთი. შენ რა მემუქრები? იმიტომ რომ მუქარა მე ძალიან მიყვარს. ან მაშინ ან სხვა საცოლესი პოვი, რომელიც საჭმელს მომზადებ შენს ყოფილს. ერთი წუთი. ედამ სელენს უნდა მოუმზადოს. მაპატიე ძმაო, მაგრამ ეს გოგო მართალია. ვერაფერს ვერ იტყვი. თხოვთ ორიონ დატოვეთ ჩემი კაბინეტი. თორე მალე აღარაფერზე ვიდარდებ. გადით, გთხოვთ. გადით. მოშორდი დაგედან. გაბრაზდი და წააგე. ხუმრობ ხო სპეციალურად აკეთებ? არ წამიგია. აი შეხედე ტონის კი არ ამიწევია. გთხოვთ. ედა მე მეყოფა უკვე. ვეღარაფერს ვიტყვი, წუხვარ. სხვათა შორის საბუთები მე მაქვს, როგორ მე გააკონტროლე. გაბრაზდი და წააგე. ახლა ნახავ. მეგობრებო, ყველამ მომისმინეთ. დღეს აკრძალულია სერგან ბოლატის კაბინეტში შესვლა. ტელეფონზე დარეკვა აკრძალულია. კითხვები თუ გექნებათ, ბატონ ენგის კითხეთ. მაპატიე.
ნათქვამი არ ესმის, ნათქვამი არ ესმის. არა, მართლა არ ესმის ნათქვამი. სწორედ შენ გამაკლდი. შვენიერია. ლეილა. ბატონო სერგან. მოდი, რა? მოდი. მოვიდი. ედა იყურება? ედა იყურება? არა, არ იყურება. არ იყურება? მოდი ზემოდი. დიახ, ბოდიშს ვიხდით, მაპატიეთ. აქეთ შეუხვიე? შეუხვიე. რა ვქნა? სერგანი სად არის? წავიდა. სად წავიდა? წავიდა, ადგა და წავიდა. ეს გოგო კონტროლს არ ექვემდებარება. თქვენი აზრით ეს დამოკიდებულებაა თუ სიძულვილი? განსხვავებას ვერ ხედავ. 50%-იან ერთი ან მეორე. იქნება ეგ შენი ინტერესი? სტატისტიკას შევუთავსოთ. დიახ, გააგრძელეთ. მერე, ჩემში სინათლე ნახეთ? ერდემ, დიახ, გისმენთ. იმუშავე. ცუდი დასასრულია, ძალიან ცუდი. თქვენთან მინდოდა დარეგვა. რაღაც პრობლემაა, ხომ? არა, პირიქით. ისეთი გოგოა, ისე აკონტროლებს ყველაფერს, რომ სერგანი გაიქცა. გაბრაზდა და სულ მეტ იჩრობს. სერგანი ადგა და წავიდა. ქალბატონო აიდან მალე ალბათ ნიშნებას გაწყვიტავენ. არა, რამდენიმე თვე გაერთობიან. კარგი, ეგ პერიოდი ასეთი იქნება. პრობლემა არ არის. არა. სერგანს თუ ვიცნობ, ამას არ მოითმენს. მართალია ბოლო დროს ეჭვი მეპარება იმაში, რომ სერგანს კარგად ვიცნობ, მაგრამ კარგი ამბავი შემატყობინე, ფირილ. მადლობა. კარგად. შესანიშნავია. ოჩახ. კარგი თამაშია. რატომ დამიძახე კან? ბავშვების მეგობარს ასე უნდა ელაპარაკო? კან არ მცალე ამ შენ სისულელებზე. რამეს თქმა თუ გინდა მითხარე თუ არა და უნდა წავიდე. კარგი, დაწყნარდი. მინდოდა მომელოცა საქმე რომ გამეფუჭე. 2 მილიონიანი საქმე, მგონი კარგი თამაშია. მე არაფერი არ მექნია. შენ ეცი და შენ ვეძააგე. პასუხს მიიღებ, ამიტომ მოემზადე. შენი სიძულვილი ჩემს მიმართ მშვენიერია და მომწონს კიდეც. იცი რა ტონუსში ვყავარ? ამ ცხოვრებაში მეგობრები კი არა, მტრები უფრო გვაძლიერებენ. კიდევ არის რამე? არის რაღაც. დიდი ხანია გარეკანზე აღარ ჩანხარ. ჩან ვარ. რა იყო? გინდა შემეჯიბრო. რადგან წაგების არ გეშინია? წაგების. კარგი. ჩემი მდივანი შენსაც დაუკავშირდება.